გამარჯობათ ხალხო, მოგესალმებით. მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ეს არის ჩემი ყოველდღიური რუბრიკა დილის მოტივატორი, რომელიც გადის ეთერში ყოველ დღე ორშაბათიდან პარასკევამდე. და ჩვენი მიზანია განვეწყოთ, სწორად განვეწყოთ, პოზიტიურად განვეწყოთ დღევანდელი დღისთვის. იმისთვის რომ შევქმნათ წარმატებული, ჯანმრთელი, ბედნიერი დღე. იმიტომ რომ რასაც ვაქცევთ ყურადღებას სისტემატიურად, თუნდაც ყოველ დილით, რაზეც ვახდენთ ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას, შემდეგ ეს ხდება სულ უფრო და უფრო მეტი ჩვენ ცხოვრებაში. თუ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს მიზნებს, ღირებულებებს, სასარგებლო ქმედებებს, სასარგებლო შინაგამდგომარეობებს, ყველაფერ ამას აქვს გამეორების და გაძლიერების ტენდენცია. შესაბამისად, დავიწყოთ. ვიწყებთ ტრადიციულად იმით, რომ ვაღვიძებთ ჩვენს twins და ჩვენს ნერვულ სისტემას. როგორ ვაკეთებთ ამას? ხო, ხელის მოძრაობით. დავიწყეთ ჩემთან ერთად. ხუჭავთ თვალს და ვაკეთებთ აი ესეთ მოძრაობებს შუბლზე. იმისთვის რომ გავაღვიძოთ ჩვენი twin-ი და ჩვენი ნერვული სისტემა. და გნებავთ ხმამაღლა, გნებავთ გულში, ვიმეორებთ. ჩემი აზრები სავსეა სიხარულის ენერგიით. ჩემი აზრები სავსეა სიხარულის ენერგიით. ჩემი აზრები სავსეა სიხარულის ენერგიით. შემდეგ ანალოგიურ მოძრაობებს ვაკეთებთ პრიმალებზე და ასევე ვიმეორებთ. ჩემი სიტყვები სავსეა სიხარულის ენერგიით. ჩემი სიტყვები სავსეა სიხარულის ენერგიით. ჩემი სიტყვები სავსეა სიხარულის ენერგიით. შემდეგ ვაგრძელებთ მოძრაობებს ოღონდ მკლავებზე, მკლავების მთელ სიგრძეზე და ვიმეორებთ. ჩემი მოქმედებები სავსეა სიხარულის ენერგიით. ჩემი მოქმედებები სავსეა სიხარულის ენერგიით. ჩემი მოქმედებები სავსეა სიხარულის ენერგიით. ძალიან კარგი, მიაქციეთ ყურადღება, როგორ იცვლება თანდათანობით თქვენი შინაგანი მდგომარეობა, იმიტომ რომ ნებისმიერი თუნდაც წვრილმანი უკეთესობის ცვლილებების შემჩნევას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა თქვენი, ასე ვთქვათ, განვითარებისთვის, წინსვლისთვის და ამ წარმატების გამყარებისთვის. გადავიდეთ შემდეგ საორჯიშოზე და მოვიკრიბოთ ენერგია, რომელიც დაგჭირდება დღეს. ამისათვის გავამყაროთ კონტაქტი დედამიწასთან, ხო, იმ პლანეტასთან, რომელზეც ცხოვრობთ. შესაბამისად, გნებავთ ღია თვალებით, გნებავთ დახუჭული თვალებით, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ფეხები წარმოსახვის ძალით წარმოიდგინეთ, ფეხები დაგრძელდა და ჩავიდა დედამიწის ბირთვში, ხო, სადაც არის აი ეს ცხელი, ცოცხალი ენერგია. და წარმოიდგინეთ, რომ იწყებთ აი ამ ენერგიის ამოტანას ზემოთ. ჩასუნთქვასთან ერთად ამოიტანეთ ეს ენერგია დედამიწის ბირთვიდან მუხლებამდე. დავიწყეთ. ახლა შემდეგი ჩასუნთქვით, ამოიტანეთ ეს ენერგია წელამდე. ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქოთ ღრმად და ამოვიტანოთ ეს ენერგია გულმკერდამდე. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქეთ ღრმად და ამოვიტანეთ ეს ენერგია ყელამდე. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქეთ ღრმად და ამოვიტანეთ ეს ენერგია თავში. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქეთ ღრმად და წარმოვიდგინეთ, რომ ეს ენერგია გადმოიღვარა ესე ზემოდან. და ესეთი შადრევანივით ავსებს მთელს ჩვენს ველს, მთელს ჩვენს აურას, პიროვნულ სივრცეს, რაც გსურთ ის დაუძახეთ და მიაქციეთ ყურადღება დღეს, რა ფერის არის თქვენი ენერგია, ხო? შეიძლება ფერი ისეთივეა, როგორც გუშინ, შეიძლება განსხვავდება. ძალიან კარგი, კიდევ ერთხელ მიაქციეთ ყურადღება, როგორ შეიცვალოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა. ახლა ისევ დავხუჭოთ თვალები და გამოვსახოთ სახეზე მცირე ღიმილი.
შეიძლება ხელოვნურად გაიღიმო, მაგრამ ცოტა ხანში ამჩნევ, რომ მართლა ეს ემოცია ჩნდება, მაგალითად გაიხსენო პატარა ბავშვი, იმიტომ რომ ბავშვს როცა უყურებ, ავტომატურად გეღიმება ხოლმე და აი მინდა რომ ეს ღიმილის ენერგია შექმნათ პირდაპირ ახლა, ძალიან კარგი. და ახლა გავუღიმოთ ჩვენს გულს, რომელიც ასე კარგად მუშაობს მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გულიც გპასუხობთ. ახლა გავუღიმეთ საკუთარ ფილტვებს. ახლა გავუღიმეთ საკუთარ ღვიძლს და ნაღლის ბუშტს. ახლა გავუღიმეთ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს. ახლა გავუღიმეთ თირკმელებს. გავუღიმეთ შარდის ბუშტს. ახლა გავუღიმეთ კბილებს. გავუღიმეთ ენას. ახლა თუ შეიძლება გავუღიმეთ საყლაპავ მილს. ახლა გავუღიმეთ კუჭს. გავუღიმეთ თქვენს ნაწლავებს. ახლა გავუღიმეთ twins. მარჯვენა ნახევარსფეროს, მარცხენა ნახევარსფეროს, უფრო სიღრმისეულ არეებს. და ახლა გავუღიმეთ ხერხემალს. აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ღიმილი ზემოდან ქვემოთ ჩამოდის და ხერხემლის ყოველ მალას უგზავნის აი ამ ღიმილის ენერგიას. სანამ კუდუს უნში არ ჩახოთ. ახლა გავუღიმოთ დღევანდელ დღეს. გავუღიმოთ ადამიანებს, რომლებიც დღეს შეგვხვდება ცხოვრების გზაზე. გავუღიმოთ ჩვენს გეგმებს, ჩვენს მიზნებს. ძალიან კარგი, გავახილოთ თვალი, თუ დახუჭული გქონდათ, ასევე მიაქციეთ ყურადღება, კიდევ როგორ შეიცვალა თქვენი შინაგანი მდგომარეობა. დღეს ჩვენი დღევანდელი თემა არის მოქმედებები. თუ შეიძლება გაიაზრეთ თქვენი მიზნები, თქვენი პრიორიტეტები, გაიაზრეთ ის ცხოვრება, რომელიც გსურთ რომ შექმნათ, ან შეინარჩუნოთ და დაფიქრდით, რა უნდა აკეთოთ მეტი, აი იმ მოქმედებებიდან, რასაც უკვე აკეთებთ, რა უნდა აკეთოთ, ან მეტი, ან უფრო ინტენსიურად, ან უფრო ხშირად. პირველი, გაიაზრეთ ეს თუ შეიძლება, აი სად უნდა მოუმატოთ მოქმედებებს. ძალიან კარგი. ახლა თუ შეიძლება გაიაზრეთ, რა უნდა აკეთოთ ნაკლები, აი მთლიანად შეწყვიტოთ არა, ნაკლებად ინტენსიურად, ასე ვთქვათ, უფრო ცოტა. ესეც გაიაზრეთ, სად უნდა მოუკლოთ ცოტა ინტენსივობას. ძალიან კარგი. ახლა თუ შეიძლება დაფიქრდით, რა უნდა შეწყვიტოთ საერთოდ,
თუ არის ბუნებრივი ესეთი რაღაცები? საერთოდ რა უნდა გამორიცხოთ? ძალიან კარგი და ახლა დაფიქრდით თუ შეიძლება რა უნდა დაიწყოთ. ისეთი, რაც საერთოდ არ გიკეთებიათ, რასაც აკეთებდით, მაგრამ შემდეგ შეწყვიტეთ და არის სასარგებლო. თუ არის ესეთი მოქმედება, თუ შეიძლება ესეც გაიაზრეთ. ძალიან კარგი. ახლა თუ შეიძლება დაფიქრდით პირდაპირ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე, რა გიქმნით კმაყოფილების განცდას? რითი ხართ თქვენ ცხოვრებაში უკვე ამჟამად ამ ეტაპზე კმაყოფილნი? ესეც გაიაზრეთ თუ შეიძლება და კარგად წარმოიდგინეთ. მოდიში. ძალიან კარგი. ძალიან მიყვარს ერთი გამონათქმა მის გამეორება, რომელიც ღირს ესე. დღეს არის ჩემი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღე და მსურს რომ ეს დღე გავატარო მაქსიმალურად პროდუქტიულად, ბედნიერად, ხალისიანად და ჯანმრთელად, რასაც გისურვებთ თქვენ. ხვალ განვაგრძობთ ჩვენს დილის ვარჯიშებს, შემოგვიერთდით და გისურვებთ ძალიან კარგ, ბედნიერ და წარმატებულ დღეს. ნახვამდის.